იცოდით რომ ADHD-ს ერთ-ერთი თვისება აკვიეტებაა? და რატომ? ADHD-ვისაც გვაქვს რეალურად ძალიან ვუჩივით ძირითადად კარგ განწყობას ენდორფინებს ვეძებთ. იმიტომ რომ ენდორფინს რო ჩავეჭიდებით, ანუ ბედნიერების ჰორმონს, ჩვენთვის იმდენად კომფორტული ხდება, მასზე დამოკიდებული ხდებით, აკვიეტებული მიჭეჭული და მუდმივად გვინდა რომ აი ეს რაღაცა, აი ამ ემოციას გვაძლევდეს. ნეოდ ემოციური ბრჭყალებში ნარკომანები ვართ, ანუ ემოციებს ვეძებთ. სამწუხაროდ ბევრს დრაგებში და ნარკოტიკებში გადაზდის, იმიტომ რომ ცხოვრებაში ვერ იღებს იმ სიამოვნებას, რაც უნდა და ესეთ რაღაცებზე ხდება დამოკიდებული. მე კიდე კაი რომ ყოველგვარისგან შორს ვარ. იმიტომ რომ მე მაგალითად ვერ ვიტან ჩემს სხეულში ოდნავ განსხვავებული რაღაც რომ ჩნდება, თუნდაც წამალი. რო კვდებოდე, არ ვიცი, ალბათ რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ აი ზუსტად უნდა დამჭირდეს, რო არ მოვკვდე წამალი, რომ დავლიო. ზოგადად ეს დამოკიდებულება მაქვს ექიმებთანაც რა, მაგალითად ეხლა ექიმთან უნდა წავიდე. საერთოდ არ მინდა იქ წასვლა. აი არ მიყვარს ეგ გარემო თეთრხალათიანები თავისი აი ამ სამედიცინო ინსტრუმენტებით, სუნებით. ჩემთვის არის დიდი სტრესი. მაგრამ იძულებული ვარ. შფოთვითი აშლობა მაქვს. მაგრამ რა ვქნათ, ეხლა მოკოპე მივტკივა, უკვე დიდ ასაკში ვარ და შესაბამისად ნუ მივხედავთ რაღაცებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ანუ იმდენად წინაზე რომ ძალიან მეტკინა, ისე მეტკინა, რომ მთელი ყბა ხო დაჭიმული მქონდა და თან ესე მაკანკალებდა, აი იმდენად შფოთვებში მქონდა, რომ ვერ ვჩერდებოდი ფაქტიურად რა, ეხლა კიდევ შედარებით დაწყლარებული ვარ და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ექიმთან მიდიხარ, ის ექიმი შენ როგორ მოგიდგება რა. იმიტომ რომ ზოგი ექიმი ძალიან აგრესიულია რა. ესეც მესმის რომ ის შეიძლება ძალიან დაღლილი იყოს, რომ ეხლა ამდენი პაციენტი ყავს და შეიძლება სულაც არ აქვს იმის ნერვები, რომ შენ დაგაწყვალოს რა. ამიტომ მიმოჩნია რომ თვითონ პაციენტმა უნდა იცოდეს და წინასწარ გააფრთხილოს, ანუ სანამ კონსულტაციაზე მივან კონსულტაციაზევე, რომ იცი რა მე შფოთვები მაქვს. შესაბამისად ისე მომიდექი, როგორც ჩემთვის არის საჭირო, იმიტომ რომ სამედიცინოში ანუ როცა სწავლობენ, გარდა იმისა, რომ სწავლობენ მედიცინას, სწავლობენ ადამიანის ფსიქოლოგიას, ანუ როგორ უნდა მიუდგე პაციენტს, როგორ უნდა აუხსნა, რომ შენ მისი მტერი არ ახარ, შენ მას უნდა დაეხმარო და ისიც უნდა დაგეხმაროს. ანუ ესეთი დამოკიდებულება ბევრად უფრო კარგი და ბუნებრივია და შენი ნდობა ბევრად უფრო მეტად ექნება პაციენტს, მაგრამ ეხლა შენ თუ ჩხუბს დაუწყებ და რა გეშინია და პატარა ბავშვით იქცევი თუ რაღაცა, ანუ შიში არის ძალიან ადამიანური ემოცია. ისეთივე ადამიანური, როგორც სიყვარული, როგორც სიამოვნება, რაღაც აღტაცება, ანუ